გამარჯობა, ახლა წაკითხავთ ჩემს იგავარაკებს, რომელიც დაბეჭდილია ჩემს სიგში, გულის ბარძიმი როქვია და გამოვიდა 2009 წელს. ამ იგავარაკებს ეპიგრაფად წარმომძღვარე სულხან საბა ორბელიანის სტიქონები, მეც სიცილს ძალა მივეც. პირველ იგავარაკს ჰქვია ასე: კულს კანტი არ ჰქონდა წაკითხული. ერთ დიდ ტყეში, რომელსაც თვითონვე არ ახსოვდა თავისი დახავსებული ისტორია, 1000-წლოვანი მუხის ძირას შეიკრიბნენ დათვი, ტურა, ლომი და კუ. ყოველი მათგანი თავის პატარა გვარ ჯილაკს წარმოადგენდა. დავაკამათი საღამომდე გაგრძელდა. უნდა გადაეწყვიტათ, ვის ერგებოდა კესანებით მოჭიდული ციცქნა კორდი. თაგვი კუდის მოსაქცევადაც რომ იწუნებდა. არადა მემკვიდრეობით მამა პაპათაგან კუს გადმოსცემოდა. მაგრამ ახლა ეს პატიოსანი ცხოველები ეცილებოდნენ. ჩამორჩიო, კუს მტკივან ადგილას აჭერდნენ. რაღა დროს სიგელგუჯრებიაო. დაჩაგრულ, გადაფიქრებულ კუს ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა. დათვს ბუნაგი ევიწროებოდა. ლომს სამეფო ხელისუფლება ეწოდავებოდა. ტურას რა, უბრალოდ დავისას განზე ხომ არ გადგებოდა, რასაც ხელს გამოკრავდა, ხო კარგი და თუ არადა თავზე არ დამცემი ყმუილი ხომ შერჩებოდა. ამ დროს ტოტზე თავდაღმა დაკიდულ გაქუცულ ბუს გაეღვიძა. ყური დაუგდო ამ გაუგებარ მასლას. მიხვდა რომ კარგახანს არ მოასვენებდნენ და თქვა. მერე თვალები თავისებური ჯამბაზობით გადმოადრიალა და ვარსკვლავებიან ცას გახედა. დრო იყო, კიდევ რაღაცა ეთქვა. შვენიერი და მახვილ გონეული. ნება მიბოძეთო, თავაზიანი იყო. ზედაც არ ახედეს. მაშინ კი დაიბოხა ხმა. ეი თქვენ, ტყე ყბედობით რომ აგიკვლიათ, ის კორდია თუ კორდის მინამსგავსი, იმისი იყოს, ვინც იტყვის კანტმა რა თქვაო. გაბრაზებულმა ცხოველებმა ვერაფერი შებედეს, ამ არამკითხე მოამბეს. ბრძენთა ბრძენის სახელი ჰქონდა ბუს აქაც გავარდნილი. თუმცა კი დღისით სულ დუმდა და ღამე რა სიბრძნეს აფრქვევდა, მაგის გამომძიებელი არავინ იყო. დათვმა ხრები გაშალა. პანტის მეტი რა ჰქონდა ნანახი, თუმცა მისი ლაპარაკი არაკადაც არ გაეგონა. მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა. აბა რაო, დაიბუბუნა. აბაო და რაო. ლომს კვატი ჩაესმა. კვატი-პუტის ენის გასატეხები ჩვენში ბავშვებმაც კი იციანო. ტურამ თან გამალებით ყურს იფხან და ისეთი კვინტის მოდება ვიციო, რო დანარჩენი ნათქვამი ყმუილმა შთანთქა. ჩემი ჯერიაო და საწყალი კუ ჯერ ბაკანში შეძვრა, შეიმალა. საერთოდ თავი როგორ გამოვყავიო, ფეხი კიო შეიძლებოდა ნახირისთვისო, მაგრამო. ამოხერ თავმოყარეობას რა უყო თორე, მე ვინ გამასწრებდაო. სირბილის კარგი ვიცოდი ჩემს ბიჭობაშიო. ასეთსა და ამგვარ ფიქრებში ისე გაერთო და გაიხლარდა, რომ ბაკანი უკუღმა მოექცა და როცა როგორც იქნა, თავლად დამსხმელი აღიარების გადაწყვეტილებით წვალებ ჯახირში ცხვირი როგორღაც გამოხია, სიბერისგან კარგად იყო მოფამფალებული, ერთი ნაღვლიანად გახედა ზეცას. ნეტავი შენ რომ ვერავინ ვერაფერში შეგედავებაო და უსაშველობისაგან გულის წამღებად ამოიოხრა. ბუმ ვერ გაიგონა კუს ნაჩიფჩიფარი, მაგრამ არ შეიმჩნია. თვალები უფრო ბრძნულად დაკაჩა. ოსტატურად დააბზრიალა გუგები და გაოცებულ კუს გამარჯვება მიულოცა. კუს არა გაეგებოდა რა სიხარულისაგან. დათვი, ლომი და ტურა უფრო ხელსაყრელი დროის მოლოდინით ღირსეულად გაიძულწნენ. აბა ბრძენ ბუსთან საქმის გარჩევას ხომ არ მოყვებოდნენ? არადა, მეც რა უთხარი თორე კუს ამოოხრის შემდეგ უნდა ეღიარებინა, რომ კანტი თავის დღეში არ წაეკითხა და ცოდვა გამხელული ჯობს არც ეპირებოდა. ერთი ძველ ახალი ამბავი. აკოკრებულმა ცეცხლმა ხან აქედან უტრიალა ახლა წამოჩიტულ თივას, ხან იქიდან. გულს აგურგურებდა, თვალებს აგიზგიზებდა, ბროწეულისფერი და გავარვარებული ბაგეებით კაბის კალთებს კოცნით უწვავდა. თაფლისფერ მკლავებზე შუშხუნების სამაჯურებს ასხამდა. კაცად-კუცით ჭეუმეტყველებდა. მან კი სად დაესწავლა იმ გასაკრობს ეს სატრფიალო შაირები. ცას ხვდებოდა მისი სამიძნურო ღაღადისი, ძნელი იყო გაძლება.
თივას აჟროლებდა, აცახცახებდა, გული მისდიოდა, ცეცხლი უფრო გიждდებოდა. თელი ვარსკვლავეთის ფეხით დახრას პირდებოდა. ოღონდ ჩემი გახდი, ოღონდ შემომახვევინე და ჩამიხვიე, სამყაროს დედოფლად გაქცევო. გაძელიო აქეთ-იქიდან. უძლებდა თივა. თივთიკივით მაჰქონდა. არა, შარზე თუ იყავი, დასაწყისსაც გამოუჩხრეკდი. ცეცხლი კი ბზეთ უნახავად სახავდა. თუმცა ის ბევრის ნახველი გუბე სხვას ებრძუნებოდა. გატყუებს თივისა და ცეცხლის სიყვარული ამბადაც არათქმულაო. ახლა გაიგონო, ჯიუტობდა, თავი ელამაზებოდა, ცეცხლოვანი სიტყვების ყვავილების სურნელით ბრუნდებოდა. ნათესავ ახლობლების ჭკუის დარიგება, რა მოსატანი იყო ტფიალების ჯადოსნურ შადრევანთან. ცეცხლთან სიახლოვის შიშს რომ უგრილებდა. ლეგენდა ხომ მაინც დარჩებაო და გაეხვია ცეცხლის საპატარძლო სამოსელში. თქვენ კი ძველი მოსაწყენი ამბავიაო, სხვა რამე ახალს მოხევიო. ჭეუმეტყველი კურდღლის ამბავი. ერთ თავქარიან კურდღელს სადღაც გაეგონა, რომ თევზს თურმე ბევრი საიდუმლო სცოდნია, მაგრამ საწყალს პირში ჩაგუბებული წყალი არ აძლევდა ამოთქმის საშუალებას. მე რაღა მიჭის, მართალია, არც საიდუმლო რამ ვიცი და არც ჭკუაგონება მიჭრის, მაგრამ ეს გემრიელი ჰაერი ხო ოხრადაა. უშრომ უხრავად ჩამიდის გულგვამში, ბარემ ავდგები და ამორთქვამო და მოხვა ამ თისას და იმ ბარისას. თოვლი რომ შავი არ არის, ხომ იცითო? ხო და ამას ახლავე წყალგამავალი საბუთებით დაგიმტკიცებთო. თქვენ კი გეკადრებათ, მაგრამ მე არ შემშლია, საბუთის წყალგამავალობა ჩემი მოგონილიაო. სიტყვის კონაში ჩავწეროთო, ყურის მგდებელნიც ბევრი იშოვა. მუქთან, აბდაუბნის სანელებლით შეზავებულს ძალიან ეტანებოდნენ. ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს იმათ სახელმწიფოში, რაც მეტ სიშლეგესა და სისულელეს აღქვევდა, მით უფრო ემატებოდა გულშემატკივარი. საჩვენო სალაპარაკობსო, თევზი ხომ არ არისო, იმოწმებდნენ ახალი დემოსთენეს დაბეჯითებულს. ის კი სიტყვით წარამარა ნაბურთავები თევზი, დარდით დასნეულებული წაღმაუკულმა გიმოწმებსო. ამბის მიმტანთ არეზარებოდათ ჭორმართლით ვაჭრობა. არც სიმცირეს უჩიოდნენ, თანაც უსაქმობით ჩხეტას ხომ არ მოხვებოდნენ. უქმად მეტყველების დიდოსტატი წვერვალებს იპყრობდა. დუმილი რომ არც ოქრო იყო, არც ვერცხლი, არც რკინა და არც სპილენძი, ეს ციტატებად გავრცელებულიყო სხვადასხვა ჯულის ახალ წიგნებში. აღშფოთებულიყო თევზი, იქაურობა აეკაფებინა, თვალებით ამოეღერღა. ხო, რა, იმას ვეღარ თარგმნიდნენ კომენტატორობის მაგისტრები, ნაპირამდე ვეღარ გამოქონდათ. ვაი იმას, ვისაც წყალი აქვს ჩაგუბებულიო, გინდა ოკეანისა, გინდა ზღვისა, გინდა ჩვენი ტალახიანი გუბისაო, პირშიო, ამტკიცებდა, წყალგამავალი საბუთებით, ამეებში ვერ ჩაჭრილი, ენა არ მეკავებაო, ქოთქოთებდა. მე ხო თევზი არა ვარო, ვაჰ, ჩვენ სათქმეს ამბობსო, რა ენაღლებოდათ, მუქთად ეძლეოდათ ყურის გდებელი. მონასტრის თაგვი. მონასტრის თაგვი იყო რა, ღარიბ ღატაკიდან აშემშივარი, მაგრამ ენუგეშებოდა, ნილორი ხომ არა ვარ, იერუსალიმში წაღებ-წამოღებამ სიმყრალე რომ ვერ ჩამორეცხაო. ხო და ბუდელი რომ ქადაგებდა, ისიც იქვე ჩაცუსკდებოდა და თელ სათაგვეც მის სიწმინდეში ეჭვი არ ეპარებოდა. ღამ-ღამობით თაროზე მივიწყებულ ძველ წიგნებს დაუზოგავად ხრავდა და გაუთავებლად ოხრავდა გაუხარებელ ცხოვრებაზე. ამ უთავბოლო ხრაში სხვა შეიძლება წერა-კითხვა შემოსწავლებოდა, მაგრამ ეს სხვა ჯიშისა იყო, კერკეთი კაკალებით. ბევრის ნახველმა თაგვებმა მაინც მოძღვრად დაისვეს, სულ რო არაფერი უძველესი სახარება აქვს ნახრავიო. მაშ ასე იტყოდნენ ხოლმე, გონივრული მსჯელობა იცოდნენ მაშინ თაგვებმა. აბა, ბიჭი იყავი და მერე და მერე გამღენძილ დაქონიანებულ თაგვზე აუგის თქმა გაგეპირებინა. ჩვენიაო? მე შენ გეტყვი და მართლები არ იყვნენ. ხო, თურმე კაი ბეჯითი ხრაკის სოდნია იმ დაუცილს. ერთი ასოც არ დარჩენია დაუქვავი, წმინდად, აბა. წინასწარმეტყველი ყვა. გამრულ ყავს, სადღაც წინასწარმეტყველება ესწავლა და ახლა თავგამოდებით დაყრანტალებდა. ხვალ მზე არამოვა, ვაო, არაო. მეორე დღეს მზე ისევ ამოვიდა. თქვენო არ იცითო, ერთი ხვალე ვითარცა 1000 ხვალეო. რა დააცხრობდა, ისევ წინასწარ ყრანტალებდა. ხვალეო, დილას რომ
დილას ხომ გათენებას არ აცლიდა და საღამომდე არც თვითონ ისვენებდა. მის საფქავს ეყარა და თვალდა, რა ენაღლებოდა. საქმე ეს გაეხადა და ყველას შიშის ზარსას სცემდა. ასე შიში ცხოვრობდნენ იქ ქვეყანაში. ყავს უსმენდნენ, წინასწარ მეტყვებებსო. დიდოსტატობა. ჯერ გარღვეული სინდისით ჩააგვირისდე და შენ სახელგანთქმულ კერაობაზე მერე მელაპარაკეო. ჯერ გატეხილი სახელი გაამთელე და შენ ოსტატობაზე მერე მელაპარაკეო. ბუზები სალაშქროდ წავიდნენ. საგზლად თაფლი წაიღეს. დამარცხებულ ჩამოფლეთილი დაბრუნდნენ. სული ისევ თაფლით მოითქვეს. ფუტკრების ლანძვას მოჰყვნენ. თქვენ რომ არ გეღალატად, გვერდში ამოგდგომოდით, ხელი გამოგებოდ ამ დღეში არ ჩავცვლდებოდითო, სოფლიოსაც დავუპყრობდითო. პატრიოტიზმი. საკათმეში შეკრებილებს ჭრელი ქათამი ქანდარიდან მოძღვრავდა. მართალია ჩვენი მამალი გიჟიაო, მაგრამ ეგრა სათქმელია, თავარია რომ ჩვენიაო. ტაშის უნდა დავუკრათ და ვაქოთ ვადიდოთო. მე რაო რომ ესააო, მე რაო რომ ისაო. გული ეთუთქებოდათ ქათმებს, სხვების გულის გასახეთ ქადო. ჩვენია და იმიტომ მე ჭკვიანურ საბუთს არც არავინ ითხოვდა და ესეც მოუღლელად იმეორებდა. იქვე ყვინჩილა შეპარულიყო, სულ განალგული უსმენდა ამ ბრძნულ შეკრებილობას და ნატრონდა. მეტა მალე გავიზარდო რომ ჩემი სიგიჟეებისთვის კი არა ლანძღოდან დავსაჯონ, არამედ გვირგვინი დამადგანო. ძალა და აღმართი. ძალა აღმართს მიადგა, ხნა დაუწყო. აღმართი დუმდა და ფიქრობდა. კარგად ვიცი რა ვაჟკაცისა ბრძანდები. შენი აღმა ხნული ბევრი მინახავს, მაგრამ იმ ნახნავზე მოწეული მოსავალი კი არაო. სასამართლოში. ვირები დასხდნენ. თქვა რომ რა უნდა, ვირულად. ლომებიც ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, ლომურად. გლებიც ჩამოგვცდნენ, ყველა მარიცის, გლურად, ნაფიცი მსაჯულები დაიქვეს. ვინ შეედავებოდა? მაიმუნები ვერ ისვენებდნენ, მოწმეებად იყვნენ მოწეული, ხან აღმა ეკიდნენ და ხან დაღმა. თავდაყირად ხმულ სიმართლესაც დაეჯერებაო, მოსამართლე ამბობდა. მაიმუნიაო, გაიფიქრებდი, ვერ იტყოდი, ვისაც ჭიდნენ, რასაც ჭიდნენ, ეგ მე არ ვიცი. ორი მეფე. ნაგვის გროვაზე ორი გაკუცული კატა შემომჯდარიყო, შავი და თეთრი. ყველა როდი კადრულობდა, ესენი ისხდნენ. თავი ქვემოდან ყურს უგდებდა. ჩემო მეფეო, შავი ეკრუტუნებოდა თეთრს, ჩემო მეფეო, ეპასუთ ეკრუტუნებოდა თეთრი. თავი ყურებს არ უჯერებდა, თვარე ეკიდა რა, თავისთვის ფეხებზე ეკიდა. ბედსატყუებენ თუ მეო, თაგვი. უბედური თაგვი. კატა ყურის მხანას მოყვა, თავს ეგონა დაყრუებულაო, უხაროდა. ყურ გამოწმენდილმა კატამ თაგვის ფიქრიც გაიგონა. მერე იმ დღეს კატის ოჯახში კაისადილი ჭამეს. მელას ოინი. მელას ისე მოეხერხებინა, ორი გალია ეშოვა. ერთში ორი ჭრელი დედალი ეჯდა, სახვალიოდ, მეორეში თუთიყუში. გასართობად. ზეგისთვისაც გამოადგებოდა. ქათმები კრიახობდნენ. მოტაცება უხაროდათ. თუთიყურს ბევრი ენახა და გაეგონა. დარდისაგან ჯერჯერობით დუმდა. მელა ქათმებს შეხურებდა და მათი მსუქანი ვარკლების სქერით ტკბებოდა. კეკელა ქათმები ერთმანეთს ეკიკლავებოდნენ. გვერდით ჩაიწიე, ხელს მშლი სუფთა ჰაერი მას უმდგეო. თუთიყუში თარგმნიდა. ეშმაკმაუწყის ყველა ენა ასე ზედმიწევნით სად და როგორ შეესწავლა. მელამ ტაში შემოკრა. იმათ მან მოიცეკვეს. მოტაცება უხაროდათ, კეკლუცობდნენ. მეორე დღეს თუთიყუში თავისსავე ნალაპარაკებს უთარგმნიდა მელას. ასე იყო. კაც დაკარგული სინდისი. ყოველ მხრივ შემკული და ლამის უნაკლო, დარდისაგან აღარ იყო სინდისი. კაცი დაეკარგა. ან ავლილი, ან ჩავლილი ხომ არ გინახავთო? როგორ არაო ხეებმა, ავლილიც გვინახავს, ჩავლილიცო. ალბათ იმასაც შემსავით გულის ტკივაო. აბა როგორ არაო, შენს ნატერფალს თუ სადმე შენიშნავს, დაოთხილი შორდებაო. მეტავი შენ, რას მოთქვაო? აბა, უკაცო სინდისი, სად გაგონილაო? გუშინაც ვნახე, საწყალიო, მუხაჩლიფინებდა, სოფლის თავში იჯდა და ამლელ ჩამოვლელს ემუდარებოდა მაყოვნინეთო. მეტავი იმასაო, შრიალებდნენ ხეები, ისინი უკაცოდაც ხარობდნენ. გლოვა. ვაი და ვუიო, ფრთებს იგლეჯდნენ ფარშევანგები, იმათი ფერადი ბუმბულებით თამაშობდნენ ქარიშვილიშვილები. ვაი და ვუიო, ტყავს იგლეჯდნენ აფთრები, იმათ ნაგლეჯ ჭიანჭველები ფარდაგებად იფენდნენ.
ვაი და ვუიო, იყო ენით აუწერელი გლოვა და ზრიანი. თხუნელას სორომდე მიეღწია ექოს. ფანჯრები ჩაემსხვრია. რა მოხდაო? წურწუნას დაეკითხა. ნაცარი გამოეკეკა საიდანღაც და თავზე იყრიდა. რა მოხდა? ლომს აივანზე რომ ნალოლიავები ქოთნის ყვავილი უყარო და გაუხმაო. ვაი და ვუიო. ამ დროს ორღობეში სამცხოველიანი პროცესია გამოჩნდა. კურდღელს მამა მოკვდომოდა და მიასვენებდა. ამათაც ახლა მოუნდათო, უკმაყოფილო იყო წურწუნა. მზიანეთში თვალი თითქოს უკეთესად უნდა უჭრიდეთო, თავისთვისა ჭობდა თხუნელა. ყვავილი გახმობიაო, საყოველთაო გლოვაო, ჩახლართულ გორგალს უფრო იოლად გამოხსნიო. თავი ისევ თხრილში შერგო და მიწისქვეშა ბაღის ლაბირინთში გაუჩინარდა. 64-ში გაშლილიც ცაცხვრის ჩრდილში 3 ბერი მიმჯდარიყო. კრიალოსანს მარცვლავდნენ, დუმდნენ. მომლოდინე მზერა ამოსავლეთის კარისთვის მიებჯინათ. ცეცხლის მახვილიანი ქერუბიმები თვლემდნენ. არც საღამო იყო, არც დილა. დრო იდგა. გრილი ნიავი ანცობდა. ჯერ არ ჩანან. ვერცხლმა გაიწკრიალა ბერის ხმაში. მოვლენ, ნათქვამში სპილენძი ჩაიყვარა. ვილოცოთ, ოქროთი დაიფერა მესამე ბერის ხმა. ძისა და თახვის მდინარეები დიოდა. მოწყენილები იყვნენ. ქოლგა. წვიმა შხაპუნობდა, დაუზოგავად ლუმბავდა ყველაფერს. ქოლგა იცინოდა. აი, ასეთ წვიმაში ვნახეთ ვინავარო. ქარის დამჭერნი. საქმე როგორ არ ჰქონდათ, აფრებს ბერავდნენ მინდორში. არ ზღვა იყო სადმე და არც გემი. ქარს ვიჭერთო. მერეო, რა მერეო, სახელს შოულობთო. ეგ როგორო? ქარის დამჭერი დაგიძახონ და მერე იძიონ, რა და როგორაო. სახელოვანი ზღარბი. სადაც უნდა ყოფილიყო, ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ ურეპლიკოდ არ წამოვიდოდა. კვალს ტოვებდა, მორეპლიკე ზღარბიო. ალულიანი იყო, სახელი გაუვარდა. მის თავიდან ბოლომდე მოსმენას არავინ ზარობდა. სხვებს ეკითხათ. ამას თავისი გზაკვალი გაეკაფა. ირმების ადათი. რა ჯიშიანი, ნაკვთიანი არიან, ვაჰ, ჩვენ არ გვანანო, ბებერი ირმის ხმაში სიხარული ენთო. მაშ-მაშოეს დალოცვილი ბუნებას ძველებურად გვავსებს ნოყიერი ბალახითო. ხო, ხო, რა ვიცი აბა, რამდენი ხანია ბალახი არავის მოუწვდიაო. აბა შენახარო, ბალახის მეტი რა არისო, კარგად მიმოავლე ეგ დაშრეტილი თვალებიო. თვალის ჩინს როდი უჩივი, მე სხვა სადარდებელი მაქვსო, ადათიო. შენ რომ გური გიგდოთ, არქაიზმების ლექსიკონში უნდა ვიქექოთო. მეხუთე ცნების აღსრულებელი. ყვავს მშობლები დაბერებოდა, უვლიდა და დაჰკანკალებდა, არც არაფერსად ჩიოდა. მეზობელი ყორნები და სვავები, არწივები თუ სხვა ჯგუფის ფრინველნი შენატროდნენ ამის ბევრებს, თვითონაც კარგად მოფამფალებულნი. კი, შვილები ამათაც ყავდათ, ქებადიდებით გაცვეთილნი, ყოველი მცნების გულმოდგინედ აღსრულებელნი. აბა როგორ დასხლებოდნენ, იმ ბეჯითი ყვავის გასაგონად ქილიკობდნენ, ცხარი დღეს თუ ხვალ ნეტავის გამოებმება ფეხზეო. აბა ვისი ჯერიაო, ნეტავიო, ჩემი შენი თუ? მე ჩემს ბებრებს რიგში არ ვაყენებო, თავისას შემოაწევდა ყვავი. არც მცნებათა სათვალავს დაგიდებდათ დიდად. ჭკვიანი დათვი. ბევრი იზინად უცოდა, დათვს გამოეღვიძა. ამ ხანგრძლივ ძილსა და სიზმრებში ხორცი კარგად გაჰფუებოდა, ეგონა ჭკუაც. ხეებს შეხედა. რა სულელები არიან, ზამთარში სამოსი ხდიან, შიშვლებიან, ზაფხულში კიდევ ყელამდე იფუთნებიანო. მოგზაური ჭიანჭველა. წავალ, გაველგამული, ქვეყნიერებას ვნახავო, გაიფიქრა ახალგამოღვიძებულმა ჭიანჭველამ და სამოგზაუროდ გაემართა. დიდი ხლაფროთი არ დასჭირვებია, აქეთ მიდგა წყალს წააწყდა, იქაც წყალი გახვდა. თანაც ავად იქოჩრებოდნენ ტალღები. ეს რა პატარა ყოფილა სამყაროო. ჭადრის ფოთოლზე იჯდა, ფოთოლი მდინარეს მიჰქონდა. ახლა წესითა და რიგით დროა მოგზაურობის აღწერა შეუდგეო. ისეთი აღმაფრენა იგზნო, წინ რა დაუდგებოდა. სხვერტლი. ერთი თხა იყო, კეთილშობილი. დაბალ მატერიებზე ლაპარაკი არ უყვარდა. ამიტომ სულ მაღლა იხედებოდა. მგელი თავს იმართლებდა, მე რა, არც ავიმათქმევინა, არც კარგი და ასე თავისსავე ლაპარაკში ისე შემომეჭამა, არც გაუგიაო. თავარი წიგნი. ადრე სასახლე ეთქმოდა, ახლა მიტოვებულ გაჩანაგებული იყო. ობობა და მისი ოჯახობა მაინც არ ასწონობდა, აგერ უკვე მერამდენე თაობა. იზრდებოდა.
მათ შორის ყველაზე ღნიერს ყოველი კუთხე კუნჭული გაზომილ დაქსაქსული ჰქონდა. ხო და სწორედ იმან გადაწყვიტა თავისი ცხოვრება აღეწერა წვრილად და შეულამაზებლად. აღარ დააყოვნა, ვაი თუ მოუკვდა და უმატიანოდ დარჩეს ჩემი გვარჯილაგიო. დაჯდა, დღე და ღამე გაასწორა. აღუწერავი არ დარჩენია არაფერი, დამტვრეული ჯამჭუჭლი, დაწყებული და დაფხრეწილ დამტვერიანებული ხალიჩები დამთავრებული. დაასრულა, მოეწონა. ძვირფას ყდაში ჩასვა და გამოსაჩენ ადგილას შემოდო. ვალი მოხდილი ჰქონდა. ვისა თუ რისა, ამას მნიშვნელობა დაჰკარგოდა. ობობებს, რადგან სხვა მსგავსი არაფერი ჰქონდათ, ეს მთავარ წიგნად გამოაცხადეს. მართალია წამკითხველი ჯერ არ ჩანდა, ნიშანს ელოდნენ. ყველაზე მდიდარი ლექსიკა ვისა აქვსო, ძიობდნენ, ქარსო, რაც მაგას ჩვენგან მუქთად გატანებული სიტყვები აქვს ნაგროვები, იმდენი ჩემს ჯანს შველაო, ჩიფჩიფებდა მუხა, კაი ხნის იყო, დაეჯერებოდა. ნაგვის ყვავილები. ნაგვის გროვაზე ამოვიდნენ, გვერდ. გადაყრილი ქოთნებიდან რაზალა მომახერქინა, ამ უცხოქოთლიან მცენარეებს ვერავინ ახსნიდა, არც უცდიათ, ნაგვის ყვავილები შეარქვეს. უზარმაზარი, ალისფერი, მომუნსხველი გვირგვინები მზის ამოსვლისას იშლებოდა და საღამოს იხურებოდა. ნაგვის ყვავილებიო, გადი-გამოდიოდა, ნაჩურჩულები. ერთი დარდობდა, მორცხობდა, სახელი ეხამუშებოდა, მეორე ამშვიდებდა, ზოგიერთის ამრეზილ მზერას აინუში არაგდებდა. სახელს რა ჭკუა აქვს? თავარია, შენს ხარობდა, სხვასაც ახარებო. ერთი მალე დაჭკნა, მეორე დღესაც ყვავის. ფერების დავა. დასხდნენ ფერები. განხეთქილების ვაშლი მინდა როდის შემოუგოროთ, ვერავინ გააკვირდა. ხალხი ჩიოდა ეს გაუფერადებელი სამყარო როდემდე ვითმინოთო. შემრიგებელი არსაით ჩამდა. ერთმანეთს პირველობას ედავებოდნენ. მეო ყელყელაობდა წითელი ვახალისებ ქვეყნიერებას. უჩემოდ ზეიმებსა და დღესასწაულებს რა ფასი ექნებოდაო. კაცის კლასაც შენ დაჰყვებიო, საბუთებს უღათილებდნენ. შამმა თქვა, მე რომ დასაწუნე ვიყო, პოეტები არ შემიყვარებნენო. წვანემ ბუნებას ჩემი სამოსი უხდება ყველაზე მეტადო. ლურჯმა, აბა ცას უჩემოდ ვიღა ახედავდაო, თეთრმა უმანკოება და მე განუყრევნი ვართო. იისფერმა იდუმალების დედოფალი ვარო. ყვითელმა მზის სიკაშკაშე ჩემი მოგონილიაო. ნარინჯისფერი ფორთოხლებს იმოწმებდა. სად იყო და სად არა სისადღლა გამოჩნდა, მოეწონათ, თვალი ვერ მოსწყვიტეს და მის მშვენიერ ხალიჩაზე საკუთარ თავს დაუწყეს ძებნა. მე თქვენი თანხმობის ნაყოფი ვარ, მიშველეთ, გადამარჩინეთო. ხომ ხედავთ, ცალ-ცალკე ნაყოფს ვერ ისხამთ. შეერთდებით და რასაც იქვთ, მაგის დამადასტურებელი მრავლად მოიძებნებაო. შერიგდნენ და სამყაროს გადაურჩა გაუფერადებლობას. ჭიანჭველების ქორწილი. ჭიანჭველები ქორწილს ეპირებოდნენ. დიდან ბავში იყვნენ, სტუმართა სიას ადგენდნენ. ერთმა მუზუმზელო მაიჩემა ლომი დაუპატიჟოთ ნადირთა მეფეაო. ნათესავად რომ არ გვერგებაო, რომელი ნადირები ჩვენა ვართო. აბა ისხედით და ყველა ბედოვლაც თავზე ფეხი დაადგმევინეთო. ეს ჭიანჭველა ზანზიბარში იყო დამყოფი, ამიტომაც გასდიოდა, უსმენდნენ. მოპატიჟე ჯარი გაგზავნეს. ყურში ჩამყიოდა ერთი სახელგანთქმული ბანი. რაო, ჩემი სტუმრობა დიდი ხარჯიაო, რას ალაპარაკოაო, არა მე სხვა რამესა გულისხმობო, რაც გინდა იგულისხმეთ, ყველაფრისათვის მზადა ვარ, უშენოდ ჩვენს ხინს რა ფასი ექნებაო. ისეთი სუფრა გააწვეს ჭიანჭველებმა, მარიაჯიას რძეც არ აკლდა. დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას ლომიც მობრძანდა. ერთი გაიარ, გამოიარა. ვერაფერი დაინახა, მეფე იყო, თავი მაღლა ეჭირა, ეტიკეტს იცავდა. როგორ გაუბრიყვდი და წამოვედიო. იმ ჭიანჭველების ქორწილის მოამბე კი დღემდე არ გამოჩენილა.